ბოლო საათებში იორდანიაში სირენები ისმის და აშშ-ის მოქალაქეები საელჩოსგან გაფრთხილებას იღებენ, რომ თავშესაფართან ახლოს დარჩნენ. სირენები ასევე ჩაერთო ამერიკულ ბაზებთან ერაყში. ეხლა სპარსეთის ყურის ქვეყნები მზადყოფნაში არიან. ისრაელი ყურადღებით აკორდება მოვლენებს. და ირანის ხელმძღვანელობაც ზეწოლის ქვეშაა მკაცრი ხაზის მომხრეების მხრიდან მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ პესეშკიანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ არაქჩის რეჟიმის მომხრეებმა ვაშინგტონთან მოლაპარაკებების გამო შეუტიეს. ალექს შლოსი გვაწვდის უახლეს ინფორმაციას. პრეზიდენტ ტრამპის გაფრთხილების შემდეგ აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანში ახალი დარტყმების სერია განახორციელეს. სამიზნე დაიღეს საჰაერო თავდაცვის სისტემები, სანაპირო სადაზვერვო სისტემები, რაკეტებისა და დრონების ბაზები, საზღვაო შესაძლებლობები და სხვა სამხედრო ინფრასტრუქტურა ირანის სანაპიროს გასწვრივ. ვაშინგტონი აცხადებს, რომ ეს შეტევა უფრო მასშტაბური იყო, ვიდრე წინა საპასუხო დარტყმები, რომლებიც განხორციელდა თეირანთან მყიფე ზავის პირობებში და იყო პასუხი ირანის თავდასხმებზე ჰორმუზის სრუტეში მოძრავ კომერციულ გემებზე. პრეზიდენტი ტრამპი ახლა აფრთხილებს, რომ ნებისმიერი შემდგომი თავდასხმა აშშ-ს ბევრად უფრო მძიმე პასუხს გამოიწვევს. ჩვენ ძალიან ძლიერად დავარდვით მათ და ვამბობ, რომ ჩვენ მათ 20 ჯერ უფრო ძლიერად დავარდვით. ყოველ ჯერზე, როცა ისინი გვიტევენ, ჩვენ მათ 20 ჯერ უფრო ძლიერად დავარდვამთ და ეს გავაკეთეთ სუხელ. დღეს რაღაც მცირე გააკეთეს, მაგრამ ეს რეალურად იყო შურისძიება გუშინდელი ღამისთვის. მათ დაარტყეს სამნავს, არა ორს. და როცა ისინი გვიტევენ, ჩვენ ბევრად უფრო ძლიერად პასუხობთ. ირანი აცხადებს, რომ ამერიკის დარტყმებმა დაარღვია მემორანდუმი, რომელიც ვაშინგტონთან იყო მიღწეული. ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსი აცხადებს, რომ ანალოგიურად უპასუხად აიღო პასუხისმგებლობა სპარსეთის ყურეში ამერიკის სამხედრო ობიექტებზე, გამხედრო ობიექტებზე განხორციელებულ თავდასხმებზე. ბარეინში სირენები ჩაერთო. ქუვეითი აცხადებს, რომ მისი საჰაერო თავდაცვა რაკეტებსა და დრონებს ებრძოდა. ყატარმა კი დროებით გამოამოაცხადა უსაფრთხოების განგაში. შემდეგ კი განგაშის დასრულება გამოაცხადა. თუმცა ტრამპი ამტკიცებს, რომ ირანი კვლავაც სასოწარკვეთილია შეთანხმების მისაღწევად, ხოლო ყატარი მხარეებს მოუწოდებს განახორციელონ ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. მათ ძალიან ცოტა რამ დარჩათ და ისე ძალიან უნდათ შეთანხმება, რომ ცოტა ხნის წინ დარეკეს კიდეც. მათ ძალიან სურთ შეთანხმება. უბრალოდ არ ვიცი, იმსახურებენ თუ არა ისინი შეთანხმებას. არ ვიცი, შეასრულებენ თუ არა შეთანხმებას. აი ეს არის პრობლემა. ამავე დროს ირანის ხელმძღვანელობა შიდა ზეწოლას განიცდის. მას შემდეგ, რაც ხისტი ხაზის მიმდევრებმა პრეზიდენტი მასუდ პეზეშკიანი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ალყა შემოარტყეს ხამენეის დაკრძალვაზე. მათ დაადანაშაულეს რეჟიმის ღალატში, ვაშინგტონთან მოლაპარაკებების მხარდაჭერის გამო. მართალი გითხრათ, ეს თორდა სიგიჟეა. ეს მართლაც სიგიჟეა. ისრაელიც ყურადღებით აკვირდება მოვლენებს. პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცმა სპეციალური უსაფრთხოების კონსულტაცია გამართეს. ისრაელის თავდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები კვლავ მაღალ მზადყოფნაში არიან. რეგიონისთვის ახლა მთავარი კითხვაა, ეს მორიგი ზეწოლის ტალღაა დიპლომატიის განახლების წინ, თუ ცეცხლის შეწყვეტის სრული კოლაფსის დასაწყისი. სტუდიაში ჩემთან ერთად მეტი დეტალის განსახილველად იმყოფებიან ელჩი მარკ რეგევი, ისრაელის ყოფილი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში და ასევე ყოფილი უფროსი მრჩეველი პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსი, ასევე უსაფრთხოების ანალიტიკოსი იონკოვ ლაპინი, როს ჰენდლერის რეპორტის წამყვანი. ბატონებო, მადლობა რომ ჩემთან ერთად ხართ i24 News English-ის სტუდიაში. იონკო, მოდი დავიწყოთ იმ სამიზნეებით, რომელთა მიმართაც ვიცით, რომ შეერთებული შტატები ირანში უმიზნებს. ჩვენ ვიცით, რომ ირანი პასუხობს და ეგრეთ წოდებული ამერიკულ ბაზებს ესმის თავს რეგიონში, მაგრამ რეალურად რას ცდილობს შეერთებული შტატები, რომ დაარტყას რეჟიმს ამ დაბალი ზღურის ფარგლებში ისე, რომ ამ ეტაპზე ფართომასშტაბიანი პასუხი არ გამოიწვიოს? დიახ, ნამდვილად ასეა. ირანი თავისი შესაძლებლობების ზღვარს ცდის, როცა ცდილობს ჰორმუზის სრუტეზე კონტროლის დამყარებას. ეს იყო მთავარი პრობლემა იმ მომენტიდან, როცა ეს ძალიან სერიოზული ხარვეზებით, ზოგი იტყოდა სასიკვდილო ხარვეზებით, შედგენილი გაუგებრობის მემორანდუმი გაფორმდა. მოусმინეთ დრის ბოლოს, ეს სამიზნეები შემთხვევითი არ არის. ჩვენ ხედავთ, რომ ცენტრალური სარდლობა სულ უფრო ფართოდ ესხმის თავს ირანის შესაძლებლობას მოახვიოს თავისი ნება ჰორმუზის სრუტეზე. ამ სამიზნეების უმეტესობა ირანის სამხრეთ სანაპიროზეა განთავსებული. ჩვენ საუბრობთ რადარის სადაზვერვო სადგურებზე. ჩვენ საუბრობთ ანტიგემის საკრუიზო რაკეტებზე, ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის ნავებზე, რომლებიც გამოიყენება იმისთვის, რომ შეაწუხონ ნავთობის ტანკერები, რომლებიც იმ მარშრუტით მოძრაობენ, რაც ირანელებს არ სურთ, ომანის სანაპიროს გასწვრივ. ისინი ცდილობენ აიძულონ მთელი მოძრაობა ირანის სანაპიროს გასწვრივ გაიაროს, რათა შემდეგ დააკისრონ ეგრეთ წოდებულ გადასახადები და ფაქტობრივად აკონტროლონ ჰორმუზის სრუტე. სწორედ ამას ცდილობენ ისინი აქ. და შედეგად ვფიქრობ, ისინი არასწორ გათვლას აკეთებენ. მათ ბოლო ორ დროში მნიშვნელოვანი შესაძლებლობები დაკარგეს. მაგრამ ვფიქრობ, რომ აშშ-ში მიუხედავად პრეზიდენტ ტრამპის კომენტარებისა, მაინც სურს, რომ ეს მემორანდუმი წარმატებით განხორციელდეს. სამწუხაროდ უნდა თქვა, რომ ვფიქრობ, ეს მემორანდუმი ძალიან ხარვეზიანია, მაგრამ მგონია, რომ ისინი მაინც დაინტერესებულნი არიან მისი წარმატებით განხორციელებით, ისევე როგორც ირანელები. ასე რომ ხედავთ, როგორც ცდიან ერთმანეთს.
არავინ იცის სად მიდის ეს ყველაფერი. ბატონო ელჩორაგი, თქვენ ისმენთ პრეზიდენტს და ის ამბობს, რომ ირანელები მაინც სურთ შეთანხმება, მიუხედავად იმისა, რასაც მათი ქმედებები შეიძლება მიუთითებდეს. მოლაპარაკებები უნდა განახლებულიყო 11 ივლისს. არის რაიმე მინიშნება, სად დგას დიპლომატია ამ ეტაპზე? ფიქრობ მნიშვნელოვანია მაყურებლებმა გაიგონ, რომ ახლა ვიმყოფებით 60-დღიანი მოლაპარაკებების შუაში, სადაც განიხილება რა უნდა მოხდეს ამ 60 დღის შემდეგ. და რასაც შევხედავთ, არ არსებობს ძირითადი შეთანხმება იმაზე, რა უნდა მოხდეს გარდამავალ პერიოდში, მაშინ როცა ყველას ეგონა, რომ შეთანხმებები უკვე მიღწეული იყო. და ვფიქრობ, ეს არის მთავარი საკითხი აქ. მე გარკვეულწილად სიმშვიდეს და ფრთხილ ოპტიმიზმს ვზნობ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქმედებების გამო. რადგან ის ამბობს, რომ თქვენ არ იცავთ მემორანდუმის შეთანხმებას, რომელსაც ხელი მოაწერთ. ირანმა იკისრა ჰორმუზის სრუტის ღიად შენარჩუნება. და არ ჩარეულიყო საზღვაო მიმოსვლაში. და მაინც ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, როგორ ესვმიან ირანელები თავს გემებს, რომლებიც როგორც იაკობმა ახლახან თქვა, ცდილობენ ომანის მხარეს გადავიდნენ სრუტეში და ასე შემდეგ. და ძირითადად მე მომწონს პრეზიდენტ ტრამპის მკაცრი პოზიცია. ის ირანელებს ეუბნება, რომ თამაშებს ვერ ითამაშებენ. თქვენ აივეთ ეს ვალდებულება. თქვენ დაარღვიეთ თქვენი ვალდებულებები. და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, ჩვენ ვიხილეთ ძალიან მკაცრი განცხადებები თურქეთის მხრიდან, როცა ის ნატოს სამიტზე სტუმრობდა. ის ამბობს, თქვენ ირანელებო, შეთანხმება დადეთ და ამ შეთანხმებას არ ასრულებთ. და იაკობიც მართალია, რადგან როცა ეს 60 დღე დასრულდება, მათ მოუწევთ სერიოზული ნაბიჯების გადადგმა და ბირთვულ პროგრამაზე საუბარი. თუ ვერ თანხმდებით იმაზე, რა საკეთებთ დღეს და რა იყო თითქოს უკვე შეთანხმებული, როგორ შეიძლება იყოს ნდობა, რომ შეძლებთ მართლა რთულ საკითხებზე შეთანხმებას, რაც რა თქმა უნდა ირანის ბირთვულ პროგრამას ეხება. ამავე თემაზე მინდა კიდევ ერთი სტუმარი შემოგიერთოთ, ბრაიან კატულისი, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი. ბრაიან, მადლობა რომ შემოგვიერთით 24 News English-ზე. ეხლა ხან მოისმინეთ ელჩი მარკ რეგევი. ის ამბობს, რომ მემორანდუმი მიზნად ისახავდა სროლის შეწყვეტას და ჰორმუზის სრუტის გახსნას. არც ერთი ამ მიზნიდან ამჟამად არ სრულდება. შესაძლოა თუ არა, რომ ურთიერთგაგების მემორანდუმი ფაქტობრივად უკვე აღარ არსებობს. დავბრუნდით საწყის ეტაპზე. თუ მაინც და მაინც იმ მდგომარეობაში ვართ, რაც 3 კვირის წინ იყო, სანამ ეს მემორანდუმი გაფორმდებოდა, როგორც ჩანს, ესეა. გულისხმობ იმას, რომ თქვენი ორი სხვა სტუმარი საკმაოდ თავაზიანი იყო. ეს მემორანდუმი დაგმობებზე აგებული შეთანხმებაა. ეს არის პრეზიდენტი ტრამპ, რომელიც სამწუხაროდ უფრო სუსტ პოზიციაშია და ცდილობს ირანისთვის დათმობებზე წასვლას. ყველა ნიშნით ეს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ესე არ ჩანს. არ ვიცი რატო. პრეზიდენტი ტრამპ აგრძელებს ურთიერთგამომრიცხავი გზავნილების გაგზავნას. მას ყავს თავისი ვიცე-პრეზიდენტი JD Vance, რომელიც ჩემი აზრით ამ მიდგომის მხარდამჭერია. მაგრამ უფიქრობ, სროლის ეს ბოლო თალღა აჩვენებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციას არ აქვს წარმოდგენა რას აკეთებს. მან არ გაიარა კონსულტაცია ახლო აღმოსავლეთის ჩვენს ყველაზე ახლო პარტნიორებთან, მათ შორის ისრაელთან და ბევრ სპარსეთის ყურის სახელმწიფოსთან. დენ ნახავთ რა მოხდება შემდეგ. მე ფიქრობ, რომ ჩვენ გადავედით ირანზე მაქსიმალური ზეწოლიდან, ტრამპის პირველ ვადაში, მაქსიმალურ გაურკვევლობამდე. რადგან არ მგონია თვითონ პრეზიდენტმა ტრამპმაც კი იცოდეს, რას გააკეთებს შემდეგ. რა ხდება კატარელებთან დაკავშირებით? კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამართა ცალკეული მაღალი დონის სატელეფონო საუბრები ირანის, საუდის არაბეთისა და ემირატების ოფიციალურ პირებთან. როგორც ცდილობენ შუამავლები, როგორიცაა კატარი, ამ გაურკვევლ სიტუაციაში მანევრირებას. მე ვფიქრობ, ისინი ალბათ ცდილობენ გაარკვიონ, ვინ იღებს რეალურ გადაწყვეტილებებს ირანში. გულისხმობ იმას, რომ ირანის რეჟიმი ბოლო 40 წლის განმავლობაში კარგ ხალხს არ წარმოადგენდა. მაგრამ ამ ომის ერთ-ერთი შედეგი წელს სწორედ ეს არის. მე ფიქრობ, რომ ამან შეიძლება კიდევ უფრო რადიკალური, მაგრამ უდავოდ ნაკლებად პროგნოზირებადი ლიდერები წარმოშვა ირანში, რომლებიც ჯერ კიდევ აკონტროლებენ სიტუაციას. Effectory რეჟიმის ცვლილება არ მომხდარა. ჩვენ ახლა ჯერ კიდევ არ ვსაუბრობთ ბირთვული პროგრამის სტატუსზე, რომელიც იყო და უნდა იყოს მთავარი ყურადღების ცენტრში, მაგრამ რატომ აღარ არის ასე? ის რაც ღია იყო 27 თებერვალს ომამდე ერთი დღით ადრე, ჰორმუზის სრუტე ჯერ კიდევ დახურულია. ირანის ლიდერები, რომლებიც ჯერ კიდევ აკონტროლებენ სიტუაციას, ამას ბერკეტად იყენებენ და ამას, როგორც ერთ-ერთმა თქვენცმა სტუმარმა უწოდა, გაუგებრობის მემორანდუმად იყენებენ. მე ამას დათმობის შეთანხმებას უწოდებდი ტრამპის პერსპექტივიდან, რადგან მან იცის, რომ პოლიტიკურად უფრო სუსტია აქ შეერთებულ შტატებში. და ეკონომიკურმა ტკივილმა, რომელიც ირანის რეჟიმმა ახლა ისეთ ადგილებში გამოიწვია, როგორიცაა ამერიკა, გარკვეულწილად ტრამპი დაასუსტა. და ის ნამდვილად სასუცარკვეთილია, რომ როგორმე დასასრულს მიაღწიოს აქ.
ეს ყვავილებს კრიტიკის ერთ-ერთ მთავარ საკითხთან, რომელიც ამ მემორანდუმის ხელმოწერამდე არსებობდა. სანამ ირანს აქვს რაიმე შესაძლებლობები და სჯერა, რომ ეხლა ჰორმუზის სრუტე საკონტროლებს. არ აქვს მნიშვნელობა, რა დოკუმენტებს მოაწერენ ხელს ეხლა ან მომავალში. როგორ შეგვიძლია გადავჭრათ პრობლემა ამ ვიწრო წყლის გზაზე, რომლის კონტროლიც ეხლა ირანს სურს. I think it's carrot if the parent it is level beharan shigang the araris nateli radgan presidenti Trumpi თუმის გლობალურ საქმიანობას გადავხედავთ, რეალურად არ არის ძალიან ძლიერი მდგრადი დიპლომატიური შეთანხმებების მიღწევაში. არ ვიცი გავსოვთ თუ არა, როცა მან განაცხადა, რომ რუსეთის ომს უკრაინის წინააღმდეგ ერთ დღეში დაასრულებდა. აი აქ ვართ, მისი ადმინისტრაციის დაცგებიდანიდან წელიწად ნახევარია გასული. მას ეს არ გამგამოუვიდა. ვფიქრობ ეს ნაწილობრივ იმიტომ ხდება, რომ ის კოალიციებს არ ქმნის. უბრუნდები იმ აზრს, რასაც ადრე ვამბობდი. ალბათ ამ მემორანდუმთან დაკავშირებით ომში თქვენ სამხედრო პარტნიორ ისრაელთან უფრო დეტალურად უნდა გვეკონსულტაცია. აუცილებლად უნდა გვეკონსულტაცია იმ სპარსეთის ურის ქვეყნებთან, სადაც ჩვენი ბაზებია და კოალიცია უნდა შეგვექმნა. Problem is that President Trump დამოკიდებულია თავისივე შეუსებურ დიპლომატიაზე. The ვისურვებდი რომ უკეთესი იყოს. ვისურვებდი, რადგან ამერიკას სამხედრო თვალსაზრისით ძლიერია, უფრო ძლიერია ვფიქრობ. ამერიკა და ისრაელი მორალურ უპირატესობას ფლობენ აქ ირანის რეჟიმთან შედარებით. მაგრამ რატომღაც ჩვენ საკმაოდ ძლიერ კოზირს ძალიან სუსტად თამაშობთ. და ვფიქრობ, სწორედ ეს ხდება აქ პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით. ბრაიან კატულისი ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს i24 News English-ზე ჩვენთან ერთად ხართ. მადლობა ამ ანალიზისთვის, გმადლობთ. სტუდიაში დაბრუნებისას, მარკ, როცა ამ მემორანდუმზე ვსაუბრობთ, ეს იყო რაღაც, რასაც ისრაელში ბევრი ადამიანი, ბევრი ლიდერი თავიდანვე აკრიტიკებდა. არის თუ არა შესაძლებელი, რომ ის, რასაც ახლა ვხედავთ, იყოს კარგი ისრაელისთვის, თუ მემორანდუმი ნგრევას იწყებს? პირველ რიგში ვფიქრობ, ჯერ კიდევ გაურკვეველია დასრულებულია თუ არა მემორანდუმი. ანუ ტრამპს ეს შესაძლებლობა არ გამოურიცხავს. შესაძლებელია ეს ბოლოს როლების რაუნდი ავიქვათ როგორც იძულებითი დიპლომატია. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, შენს ვალდებულებებს არ ასრულებ. ამიტომ გესვრით მანამ სანამ არ შეასრულებ. ამ თვალსაზრისითაც, როგორც უკვე ვთქვი, გარკვეული ფრთხილი ოპტიმიზმია. ან ირანელები გაიგებენ, რომ მათ უნდა შეასრულონ შეთანხმებები ამერიკასთან და შეასრულონ თავიანთი დაპირებები და თუ ასე არ მოიქცევიან, ამისთვის ფასს გადაიხდიან. ამერიკა ძალის გამოყენების არეშინია. და შეიძლება ეს იმას ნიშნავს, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება. რადგან მე მჯერა, რომ ირანელები დათმობებზე მხოლოდ მაშინ წავლენ, როცა ასე ვთქვათ, იარაღი აქვთ შუბლზე მიბჯენილი. და თუ არა, აშკარაა, რომ ამერიკელები მიანიშნებენ, რომ მზად არიან საბრძოლო მოქმედებების უფრო მაღალ დონეზე დაბრუნდნენ. და მე ვფიქრობ, ეს კარგი ამბავია. ირანელებისთვის ერთადერთი გზა, რომ ეს საკითხი დიპლომატიურად გადაწყდეს, არის ის, რომ მათ უნდა ესმოდეთ. თუ დაიწყებენ თამაშს, თუ დაიწყებენ თავის ჩვეული ხრიკების გამოყენებას, მაშინ ავტომატურად მიიღებენ სამხედრო დარტყმას. და ალბათ ეს იმ ადამიანებს, ვისაც სურს დიპლომატიამ წარმატებას მიაღწიოს, იმედს უნდა აძლევდეს, რადგან ეს არის ერთადერთი საფუძველი, რაზეც დიპლომატიას შეუძლია წარმატება. კარგი, ამასთანავე, იმის შემდეგ რაც დღეს ვნახეთ, მას შემდეგ რაც სირენები ჩაერთვა ამერიკულ ბაზებთან ერბილში და ბაღდადში, ახლა უკვე დავრცელდა ცნობები დრონით თავდასხმაზე, რომელმაც ირანელი ქურთი ოპოზიციური ჯგუფი დააზიანა ერბილთან ახლოს. ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ცნობები არ არსებობს. საკითხის დეტალურად განსახილველად ჩვენთან ერთად არის ინტიფად ხამბარი, ქურთული დაცვის ქმედებათა საბჭოს თავმჯდომარე ვაშინგტონში, ასევე ის იყო ერაყის პრემიერ-მინისტრის მოადგილის ყოფილი პრესპიკერი. ინტიფად, ძალიან გვიხარია, რომ დღეს i24 News English-ზე ჩვენთან ერთად ხართ. ბოლო ცნობების მიხედვით ჩანს, რომ ქურთული ძალები კვლავ თავდასხმის ქვეშ არიან, რადგან აშშ და ირანი ცეცხლს ცვლიან. რატო აღმოჩნდნენ ისინი კვლავ სამიზნეში? დილამშვიდობისა ვაშინგტონიდან, ნიკოლე, მადლობა. ფიქრობ, რაც ეხლა ხდება, ის არის, რომ ირანი არასოდეს შეწყვეტილა ქურთული ოპოზიციის, ირანელი ქურთი ოპოზიციური ჯგუფების თავდასხმას ქურთისტანში და ერაყის ქურთისტანში. და ფიქრობ, პრობლემის ერთ-ერთი დიდი ნაწილი ის არის, რომ ქურთების მთავრობას არ აქვს საჰაერო თავდაცვის სისტემა, შეერთებული შტატების წყალობით ერბილი და ერავის ქურთისტანის ნაწილები ირანის აგრესიებისა და რაკეტებისა და დრონებისგან დაცულია. და მათ შესანიშნავი საქმე გააკეთეს, მაგრამ მაინც ქურთების ფეშმერგა, ქურთების მთავრობის საბრძოლო ძალა არ ფლობს საჰაერო თავდაცვის სისტემებს. ამიტომ ვაშინგტონში ძალიან ბევრს მუშაობთ, რომ შევარწმუნოთ შეერთებული შტატები გადასცეს ქურთების მთავრობას ეს საჰაერო თავდაცვის სისტემები. პრობლემა ისაა, რომ მათ ბაღდადის გვერდის ავლა უწევთ, რადგან ქურთისტანი ერაყის ნაწილია.
და გამოიცანით რა ბაღდადი უფრო ირანთან არის დაკავშირებული და ისინი არ დაუშვებენ რომ ეს ქურთისტანის რეგიონში გადავიდეს. ამიტომ ჩვენ პირდაპირ კავშირი უნდა გქონდეს და შეერთებულმა შტატებმა უნდა მიაწოდოს ეს საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც სასწრაფოდ სჭირდება ქურთისტანს, რომ დაიცვას 6 მილიონი ქურთული მთავრობა და მათი ცივილიზებული საზოგადოება. მაგრამ რა სიტყვით ერაყში ამერიკულ ბაზებზე, ბოლო თავდასხმებზე, რას იღებს ირანი ამ ბაზებზე თავდასხმით? ერაყი აშკარად ორ მხარეს ეკაჩება. ერთი მხარეს ვაშინგტონია, მეორე მხარეს თეირანი. მაშ ირანი ამ თავდასხმებით ცდილობს ბაღდადი თავისკენ მიიზიდოს. ნიკო, სამწუხაროდ, ყოფილი ამერიკული ადმინისტრაციების, კერძოდ ობამას და ბაიდენის ადმინისტრაციების გამო, ირანი ახლო აღმოსავლეთში მოძალადედ იქცა. JCPOA-ის მიზანი ძირითადად ირანის ბირთვული შესაძლებლობების შეზღუდვა იყო. მაგრამ ხალხმა მთავარი აზრი გამოტოვა. ირანის პრობლემა მხოლოდ ბირთვული საკითხი არ არის, არამედ მილიციების მხარდაჭერა, რეგიონზე თავდასხმები, მათ შორის ისრაელზე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებზე, სპარსეთის ყურის ქვეყნებზე, ყველა მათგანი ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული მოკავშირეები არიან, ასევე სტრატეგიული და შორმანძილზე მოქმედი რაკეტები. ამიტომ არსებობს მთელი რიგი საკითხები, რომლებიც უნდა აღმოიფხვრას ირანის ძალაუფლების ფარგლებში, სანამ ვიტყვით, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა, სტაბილურობა და მუდმივი მშვიდობა გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში ირანი გააგრძელებს ახლო აღმოსავლეთის დაშინებას, რადგან ეს რეჟიმი იმართება ბანდიტების მიერ, იმ ადამიანების მიერ, რომლებიც აპოკალიფსურად მოაზროვნეები არიან. მათ არ აქვს ლოგიკური აზროვნება და ჩვენ ეს საფრთხე უნდა აღმოვფხრათ ერთი გზით თუ მეორეთი. როცა საზოგადოებრივ აზრს უყურებთ როგორც ერაყში, ისე ირანში ამ რეჟიმის მიმართ. დღეს ქასემ სულეიმანის დაკრძალვის ბოლო დღეა, რომელიც ირანიდან ერაყში გადავიდა და ახლა უკან ბრუნდება საბოლოო დაკრძალვის ცერემონიისთვის. თუ მისი ვაჟი, ახალი უმაღლესი ლიდერი მუქტადა ალ-სადრი დღეს არ გამოჩნდება, როგორ შეიძლება ეს კიდევ უფრო დააზიანოს საზოგადოებრივი აზრი ან თუნდაც დობა რეჟიმის მიმართ? ნიკოლ, მე აქ თქვენს პროგრამაში ვთქვი თუ გახსოვთ, რომ ირანი ამ დაკრძალვას ძალის დემონსტრირებისთვის და კუნთების თამაშისთვის თვის გამოიყენებს. თუმცა ირანის ვილაიათ ალ-ფაქიჰის დოქტრინაში არსებობს რაღაც, რასაც ალტაქია ქვია, რაც მოტყუებას ნიშნავს. ტყუილი კანონიერია და რელიგიურადაც მისაღებია. ესე რომ მეც ესე მოვიქცეოდი. არ გამიკვირდება თუ მუშარაფი მკვდარია, ნახევრად მკვდარია, ან ვეგეტატიურ მდგომარეობაშია და ისინი მაინც აგრძელებენ იმის თქმას, რომ ის ჯერ კიდევ ქმედით უნარიანია. იმიტომ რომ ტაქიის დოქტრინის მიხედვით მტრის მოსატყუებლად ტყუილი მისაღებია. და მაშინ როგორ შეიძლება შეთანხმება გქონდეს? როგორ შეიძლება ურთიერთგაგების მემორანდუმი ან გრძელვადიანი შეთანხმება გქონდეს რეჟიმთან, რომლის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძველიც არის ტაქიის დოქტრინის მიხედვით ტყუილი. ანდი ფატკანბარ, სასიამოვნოა რომ დღეს i24 News English-ზე ჩვენთან ერთად ხართ. გმადლობთ. მადლობთ. სტუდიაში დაბრუნებისას იაკობ, როდესაც ვუყურებთ დაკრძალვას, ლიბანი, საუდის არაბეთი, კატარი, ყველამ ნაგზავნა დელეგაცია ხამენეის დაკრძალვაზე. ქვეყნები, რომლებმაც არ გაგზავნეს, მოიცადეთ არაბთა გაერთიანებული საამიროებიც. ეს ნიშნავს იმას, რომ რეგიონში ახლა არა მხოლოდ დიპლომატიური, არამედ უსაფრთხოების ახალი მექანიზმი ცხალიბდება. მე ვფიქრობ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ირანის მიმართ ერთიანი სპარსეთის ყურის მიდგომა აღარ არსებობს. ყველა სხვადასხვა მიმართულებით მიდის. საერთო სპარსეთის ყურის პოლიტიკა აღარ არის. ეს ყველაფერი უკვე ისტორია. ჩვენ კი ვიხილეთ, როგორ დასცინოდნენ ემირატელი კომენტატორები საუდელებს და ამბობდნენ, გონიათ სტრატეგიულად იქცევით, როცა დაბალი რანგის დელეგატებს აგზავნით დაკრძალვაზე. ეს სტრატეგია არ არის, უბრალოდ საკუთარ თავს აყენებთ შეურაცხყოფას. ამ ქვეყანამ ისლამურმა რესპუბლიკამ ჩვენ ყოველს დაგვიშინა რაკეტები და თქვენ აგზავნით დელეგატებს იმ კაცის დაკრძალვაზე, ვინც ეს საომარი მანქანა შექმნა. ეს დამამცირებელია. და ეს პირდაპირ თქვენს ემირატელმა კომენტატორებმა. და ჩემი რწმენაა, რომ ასეთი კომენტარები არ კეთდება, თუ მათზე სამეფო კარის თანხმობა არ არსებობს ასეთ ქვეყნებში. ასე რომ ძალიან სერიოზული განხეთქილებაა, ვფიქრობ, რომ მოსაც ვხედავთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და საუდის არაბეთს შორის ირანთან ურთიერთობის საკითხში. და იცით ვხედავთ, რომ დიდი ქვეყნები, როგორიცაა საუდელები და ასევე კატარელები, ირანთან დაკავშირებით ხშირად ორმაგად ლაპარაკობენ და ორმაგ თამაშებს თამაშობენ, რათა თავიანთი ინტერესები დაიცვან.
და სხვა ქვეყნები, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, განსაკუთრებით პირველ რიგში იცით, უპირველესად არაბთა გაერთიანებული საამიროები უფრო თამამი და პირდაპირი მიდგომით მოქმედებენ, აძლიერებენ ალიანსს ისრაელთან და იმედოვნებენ, რომ შეერთებული შტატები ირანთან დაკავშირებით გონსმოვა. ამ ყველაფერს სამხედრო მნიშვნელობაც აქვს. არაერთი ინფორმაცია გავრცელდა ისრაელის რკინების რკინის გუმბათის ბატარეის შესახებ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ეს მხოლოდ რკინის გუმბათი არ არის. არსებობს ყველა სახის სადაზვერვო და ოპერაციული თანამშრომლობის დონე, რომლის წარმოდგენაც შეგვიძლია ამ ორ ქვეყანას შორის საერთო მტრის წინააღმდეგ. და სხვა ქვეყნების სპარსეთის ყურეში, ჩემი აზრით, ბევრად ნაკლებად მამაცურად აზღვევენ თავიანთ პოზიციებს. კარგი, ელჩორეჯ, როცა ვუყურებთ იმ რიტორიკას, რომელიც ბოლო დღეებში ამ სამბლოვიარო პროცესიდან მოდის, ამერიკის სიკვდილის შეძახილები, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სიკვდილის შეძახილები, დღესაც კი ბოლო დღეს უზარმაზარი ბანერი გაშალეს, რომელზეც ინგლისურად ეწერა ჩვენ მოვკლავთ ტრამპს. ეს აშკარად გზავნილია ვაშინგტონის მომაპარაკებლებისთვის და თავად აშშ-ის პრეზიდენტისთვის. აქვს თუ არა ამას რაიმე მნიშვნელობა მიმდინარე მოლაპარაკებებისთვის და ტრამპის პოზიციისთვის? არსებობს ძველი გამონათქვამი, რასაც ხედავ, იმას იღებ. და ეს სწორად ასახავს იმას, თუ როგორ უყურებს ირანში რევოლუციური რეჟიმი სამყამის სამყაროს. და ირანი ყოველთვის ამბობდა, რომ შეერთებული შტატები არის დიდი სატანა, ხოლო ისრაელი პატარა სატანა. და არ გვინდა ჩვენი ევროპელი მაყურებლები ვაწყენინოთ, მაგრამ ევროპა ალბათ საშუალო ზომის სატანაა, დიახ. ესენი ფანატიკოსები არიან. ესენი რევოლუციური ფანატიკოსები არიან. ჰენრი კისინჯერმა, რომელიც ჩემზე ბევრად ჭკვიანია, თქვა, რომ პრობლემა ისაა, რომ ირანი ქვეყანა არ არის. ეს იდეაა. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ისლამური რევოლუციის ექსპორტის იდეა. და სწორედ ამიტომ იყო ისრაელი ყოველთვის ასე შეშფოთებული მათი ბირთვული პროგრამით და ტერორიზმის მხარდაჭერით. და მე ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპი სულ მცირე იმედი მაქვს, მაგრამ გონია, რომ ისიც ამას კარგად ხვდება. მაგრამ რა უყოთ დაკრძალვას, რადგან იაკობმა ეს ახსენა. ნახეთ, ირანელებმა მართლაც სილა მიიღეს. თუ დააკვირდებით, ვინ დაესწრო დაკრძალვას, გულისხმობ, რა თქმა უნდა, არ მოგწონდა ის ფაქტი, რომ ლიბანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იქ წავიდა და საუდელებმა თავიანთი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგზავნეს. დიახ. მაგრამ პაკისტანელების გარდა, რომლებმაც თავიანთი პრეზიდენტი გაგზავნეს, ხომ ასეა? და პაკისტანელებზე ჩვენ ამ გადაცემაში წარსულშიც გვისაუბრია. პაკისტანელები საშინლები არიან ახლო აღმოსავლეთის მშვიდობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში. დიახ, მათ არანაირი წვლილი არ შეაქვთ. ისინი როგორც ჩანს, ყველაზე რადიკალურ ელემენტებთან არიან დაკავშირებულნი. მაგრამ რუსებმა ყოფილი პრეზიდენტი გაგზავნეს, რომელსაც არანაირი ხომ ასეა და ეს მათი ყველაზე ახლო მეგობარია. ჩინელებმა, რომლებიც თითქოს ასევე მათი ახლო მეგობრები არიან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგზავნეს, ხომ ასეა? და ქვეყანა ქვეყნის შემდეგ დაბალი დონის დიპლომატიურ წარმომადგენლობას აგზავნის, ეს ისლამური რეჟიმისთვის სახეში სილასავითაა. ეს აჩვენებს მათ დიპლომატიურ იზოლაციას. ხო ესეა, სამხრეთ აფრიკელებმა, რომლებიც ისრაელის მეგობრები არ არიან, არავინ გაგზავნეს. რაღაც ხდება. მოდით ნამდვილად დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, განსაკუთრებით აქ, რეგიონში. მარკ რეგევი, იაკოვ ლაპინი. შესანიშნავი ანალიზი ორივესგან. მადლობა.